მოგესალმებით ჩვენო. მართლა ეგრე უნდა თქვა? მე მეგონა, მე მოდი. არა, მე. მოდიში. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო. არ გეგონოთ რომ YouTube 64-ში მოხვდით. ეს ცუდი მეგობრების ვიდეოა! როგორც მიხვდით ჩვენს მემონტაჟეს ძერ არ შეუძლია რო ხმები დაადოს, ამიტომ ასე ვაკეთებთ. ამ ვიდეოს ექნება გაცნობითი ხასიათი. დავსვამთ კითხვებს და შესაბამისი რეიტინგის მიხედვით დავალაგდებით შესაბამის ნომრებთან. ამიტომ მოარიდეთ ბავშვები და ორსულები ეკრანებს. რადგან დღეს იქნება კბენა, ღრენა, სიგარეტის მოწევა, თვალში თითის დაკება, ჭიდაობა, მოკლედ. სიგარეტის მოწევას გიპროვებს ეგ აღმოსავლეთელი. მოკლედ, იქნება ძალიან ბევრი ორომტრიალი, ძალიან ბევრი გარჩევა, რა თქმა უნდა, ისეთი რომ ჩაჯდეთ YouTube-ში და რაღაცაში მოგეხმარეთ. ნუ არ დაგბლოკოთ, ისეთი კონტენტი შეიქმნება. კი ბატონო. სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება. აბა რა არის ჩვენი პირველი კითხვა? ვინ არის ყველაზე კარგი მძღოლი? კარგი მძღოლი. მე რატო შეგე? პირველი მეორე რატო დაიკავე? შენ მეორე, კაი, ერთ. აბა პრავა. მაგით ვიცი. შენ პრავა გააქვს? არა. მადლობთ. ერთ. ახლა ერთად. შენ მექანიკის პრავა გაქვს თუ ჩვეულებრივი პრავა? ერთად მე მანქანით დავდივარ შენგან განსხვავებით. არა, მეც დავდივარ მანქანით. შენ მექანიკის პრავა ახლა გაქვს? ბავშვო, ეს ხარ თავის მანქანით. შენ მექანიკის პრავა გაქვს თუ არა? არ მინდოდა და არა ვიღე ჯერ ერთი და ავტომატიკის პრავა მაქვს. გასაგებია, მე მექანიკის პრავა მაქვს. ერთი წამი. არა, ერთად მე არ ნებდები, ერთად. რამდენ ავარიაში მოყოლილ ხარ? ავარიაში. მაშინ პრავიანი რა თუ შეიძლება. მოდი შეეწამ, დავსვამ კითხვას. გარბენი რამდენი გაგიო? გარბენი რა, ხა გადმოდი უკან, გადმოდი. მე დაზურავი ვიჯერებ. ყველა 1000-ზე ზეს ვიცვლი და მთელი ამბები რა ვიცი ძმაო. ერთ შენ. მოდი ახლა აი მოდი აი. ჯენტლმენი. ბიჭო, მექანიკის ის გავიკიდეთ რომ ამას მექანიკის პრავა აქვს? არა, ნახე, არა, გამოც კარგ მძღოლობას მექანიკის პრავობა არ იმას შეიძლება ატარებს. მაშინ ვისაც C კატეგორია აქვს, ეგრევე აქ უნდა დადგეს. მოდი დონ. ნახე ახლა ობიექტურად მექანიკით დავდივარ, ხო? ნანახი მაქვს. ხო, სწრაფად. კაი, მე ერთ და კითხვა. მაგრამ ნახე, აქ მოსვლას ვერც ერთმა ვერ მომასწარი. ერთ კითხვა სხვათა შორის მაგის ერთ აი ჩესნა. თქვენ ორისთვის ვინ უფრო კაი ძღოლია, მე თუ ზურა? ბიჭო, ნახე, მე თუ ზურა? მე შემიძლია ბევრი არგუმენტი მოვიყვანო რატო ზურა. ზურა? რაც უნდა გავუღიე. გამარჯობა. პუ, გამიგეთ ის. ანუ ზურა შეუძლია ჩვეულებრივი მანქანის ტარება და ეს პატარა მანქანა. ანუ ფიზიკურად არ გამოვა. სხვადასხვა არის ზურამ სადის სწავლა ეგიცი? სამსახურში რო გადმოწერა. Need for Speed-ით ზურამ დახურა პირველი ჩვენ შორის. რა ხან პირველზე მე გავედი, მევე მოვითხოვ შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვინ სვამს ყველაზე მეტს? ხა რა მაინტერესებს ახლა ვინ სვამს ყველაზე მეტს მართალი, თუ სწორი ზოგადად კითხვა. ცხოვრებაში ვისაა. ისოს ყველაზე ჩემი აზრით, მეტს. ვინ მოდი, სვამს მოდი. იმდენს? მოდი. ბოლოს დღე. მოდი. ერთა მოდი. ნება თავი დალევას. მე რა მაინტერესებს, იცი? ახლა რომ მოვედით აქ და ლუდები რომ მოვიტანეთ. სამი ბოთლი ლუდი ვინ დალია? ერთ ბოდიში კითხვა არ არის დასმული რომ აი ამ თეთრ სივრცეში ვინ დალია ყველაზე მეტი ეს არის ზოგადად ზოგადად ვისვამს ყველაზე მეტს. ზოგადად ვისვამს და კორკოტა და ჯამი იქიდან რომ გაგეშონაშა უესელაჟიო მოგეთქვა კორკოტას ძალიან გვიყურხართ მე და ზურას აბა ხო მე არ გიცნობ კორკოტა რატო გონია საჭმელი მე და რომ მიცვალებულს გონდა კორკოტიას ობიექტად შენ ჩემზე მეცო ხო ის რომ ჩემზე მეცო რაც მართალია მართალი. მე მაქვს ერთი კითხვა რატო გადაწყდა რომ ჭანდურა ჩემზე მეცობს შეიძლება ჩემზე მეცვავს მაგრამ რატო გადაწყდა ამ შემთხვევაში ლოგიკა მართლა მაინტერესებს მოდი აი ვინ შეიძლება შენ თვითონე ამბობ. შეიძლება შენზე მეცვა. შენ ცუდი მძღოლი ხარ და მაგას ეგ წინა კითხვა იყო. ეს სხვა რეიტინგია. აბა რას შენ თვითონე ამბობ რომ შენზე მეცვა. არა. აბა? ეგ თქვი ზურაზე და ადგილი გავუცვალე. ხო. შენ თუ შენი თავი ზურად წარმოგიდგენია. მოდი. ზაპოიგაკ. ზაპოიგაკ და ჩემზე მეცო, ამიტომ ვიდექი, მართალი ხარ. ახლა მივხვდი ხიხონის სპორტინგი რას გნობს ხოლმე, ბოლოზე რო არის და.
აი, შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვინ არის ყველაზე უპასუხისმგებლო? ვიტო მე ვიქნები ძმაო რა, მე ვიქნები უპასუხისმგებლო, მე. მაგრამ აქ დავრჩები. იქნები მე რევისთან სათხოვარი მაქვს არა, შეიძლება. მანდ უნდა იყო. აბა მიდი აქეთ რო გადმოხვიდეთ არ მიყვარს შუაში დგომა. მე რატო ვარ შენზე უპასუხისმგებლო არგუმენტი მაგას მიხარი რამდენი ხანი გააგვიანი დღეს ჩაწერაზე? მადლობთ რევი, მე და შენ რა შეთანხმების მომენტში დავდექით ახლა. ბიჭო ბიჭო, სხვათა შორის ზურაროდის გამოვიდა. მე მაგას ახლა მთელი რუსთავი ორი და ზურას ყველა სამსახური ეს მეორე ეს მეორეზე რა მეგობრები და სამსახ მამაჩები ძიებითვასოს. ოკეი, განმოდი აქეთ ახლა შენაკი. ორი არგუმენტი. რატო გადმოდი? ორი არგუმენტი გქონდა რა. მიდი. იმიტომ რომ ნახე ამ ციკლორამას რო აწყობდი. ამ ციკლორამას რო აწყობდი, რა იდეას თქვი? თავიდან ძმაო ის იდეა გამოვიდა. შენი იდეები თუ ფეხებზე დავიკიდე ახლა. მაშინ ეს რატო არის ასე როგორც მე ვთქვი თავიდან. უპასუხისმგებლო. ანუ პასუხისმგებლობი არის. მოგეშველო. ჭირდება. ამ ერთხელ მივაშველო ეს ყველაფერი კარგია რომ ასე არის მაგრამ ორი კვირით ადრე რო არ იყო ასე ხო. ხო აი ეგ იყო უპასუხისმგებლობა სამი კვირით ადრე რო არ იყო, ეგეც უპასუხისმგებლობა იყო. კი და რო გენახა საერთოდ გამოდიეთ არა აქ და იქით უნდა უპასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახი რომელმა შექმნა ძმაო თქვენიდან ბრატ. რომელი არჩეთ? იმიტომ რომ უპასუხისმგებლობა რომელი ხართ მაგნაირის? არა, მე კი ვიდგები აქ ბრატ, მაგრამ იცოდეს ხალხმა. ბიჭო, ახ მე არ მაქვს მაგის კი იმიტომ რომ დღეს შენ გუნდს მე ჩაურთე მუსიკა კი, იყო არ მაგას პრობლემა არ მაქვს. მე უნდა ჩამერწა. ამას რა უნდა? რატო გეჭიდავებ ბიჭო რა შენ ვაფშე არ ყოფილ ხარ იქ ძობაზე თუ იქ არა მაგრამ აქ ხომ მოვედი. აქ მე მოგიყვანე. მეგობრებო როგორც ხედავთ რეიტინგი შედგა, ახლა კი შემდეგი კითხვა თუ შეიძლება. ვინ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს ყველაზე კარგად? აი ეხლა აი ჯერ შუაში შევგროვდეთ და ვიმშელოთ არა მოვგროვდეთ ეს აი სიუცე შევქნათ არა ბიჭო მე ნახე რო შეუგროვდით რა მე პალადინის სპელი მაქვს და გაყრით უკან გაიგე? კაი მე კიდე იმას მე რებონას ვაკეთებ კარგად და შეიძლება გადაგახტო მოიცა ერთი წამი. შენთვის FIFA ბევრჯერ მომიგია. შენთვისაც. ვარკრაფტ ვარკრაფტ, კაი. Need for Speed მოუყვანდი. სამაგიური გოლი მაგარელი მე მე 6 მაქვს გატანილი. ხალხო ნახე კომპიუტერული თამაშებიო და არა მობილური ეტულად. კაი, მაშინ და არც მობილური თამაშებიო ჩემი არგუმენტია შენთან დავუგებია მე რა კომპიუტერული თამაშები ახლა გავიხსენო მაცად ერთად. არა და კომპიუტერული თამაშები ეკენი გვითამაშია მე და შენ ერთად. მაგრამ ისე უცებ მიხარ როგორც და ეს ეგ არის პრობლემა მარტო FIFA გვითამაშია ესე იგი FIFA და FIFA და Wild Rift-ი ხო? მე ნახე Wild Rift ჩემზე კარგად თამაშობს. რაღაც სპორტებში ზურა მიგებს კომპიუტერულ სპორტებში ძალა სადაც არის მიგებს მაგრამ თავზე გამპრო joystick-ს. შუაშია რაღაცა მოზანადის ხალხი. მაგარი საუბარი რაზე იცის მაო? ყველას დამბრალებელი კითხვა რო იქნება გამაკენი აქვს ბოლო არა. FIFA სკორიფე არის რევია. ჩვენში. კი. ყველა ერთხელ მეორე ადგილოსანი? ყველა ერთხელ მეორე FIFA-ში მეორე ადგილზე და მესამე ადგილზე რეალში ხარ შენ. მაგრამ არგუმენტს ვამბობ კი, მესმის, ჩვეულებრივი ამბავი. კომპიუტერული თამაშები მარტო FIFA და Wild Rift-ი არ არის. მე ვამბობ რომ ძალიან დიდი დრო მაქვს ამისთვის დათმობილი ზმაო. ცუდია ბავშვებო, არ დაუთმოთ ბევრი დრო, მაგრამ მაქვს. იყო ესეთი თამაში World of Warcraft-ი. ხოდიში არგუმენტი აი, ხო, ეს Warcraft-ზე კითხვა იყო დასმული ისე რომ ვინ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს აქ არის საუბარი ონლაინ კომპიუტერულ თამაშებზე ხო? კი ბატონო, არა, მე კაუნტერზე ჩემი არა, კი, მე არ მაქვს წინ გადავიწიოთ. ბოდიში რა უკაცრავ. გახსენდა კაუნტერი მაქვს შენთვის მოგებული. მეც მოგებული. არა, უფრო კარგად თამაშობდი. მე მაქვს დახურული ისეთი ლეგენდარული თამაშები, რომელიც ტოპ 10-ში შედის და მე როგორც ვიცი არც ერთს არ გაქვს დახურული, თუ ვიღაცას გაქვს Ghost of Tsushima მაგალითად შედის ტოპ 10 თამაში. წლის ალბათ. არა, წლის ტოპ 10 თამაში არა, ზოგადად. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი რეკორდი აქვს მოხსნილი. შენი არის კაი თამაში. ასევე თამაშები მაქვს შენთან. Redemption-ი მაქვს დახურული, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ თუ არ ვწდები ბოდიშით, 3 გინესის რეკორდი აქვს დამყარებული. ყველაზე მეტი ცხოველია, ყველაზე მეტი ხმა და რაღაცები. ეს თამაშიც მაქვს დახურული. ასევე მაქვს დახურული
UFC დავუხურე. აი, გავიგეთ, გადადით. არა, პირველად აქ უბრალოდ კითხვა ისე იყო ფორმულირება, რომ მე დაზურო უნდა ვიდგე ჩუაში. რომ მე მაგ დახურული არა ანუ არ აქსეულ თამაშობს. მოდი კონსოლის თამაშები აქ დახურული რევიაც ბევრი. კი ბატონო. მაგრამ მე ვიტყვი ამ მოძრაულად თავის დროის, როდესაც მე პერსონალურ კომპიუტერზე თამაშობდი, დაახლოებით 2015 წლამდე, ალბათ ყველა აიკონიკ თამაში რაც არის, დახურული მქონდა და საკმაოდ კარგად ეს კითხვა რომ დაისვა 2015 წელს ვიჭიტავებდით, მაგრამ დაისვა ახლა. მოდი ეს შუაში, აი მოდი მოდი, აი ჯიგარი. მოდი ეს. თუ შეიძლება დავსვათ შემდეგი კითხვა. ისწავლოს რა ჩვენ ვიმოდები მისდოდება აღარ შევიძლია. ვინ ღერის ყველაზე კარგად? ახლა მოდაველოდები არგუმენტებს, აბა. გიო, შე, კაიხმა. რა თქმა უნდა. შე, აიხმა და კი, არა, გიო, შე, მე ნახე. დონ, შენ კარგად ვერი ხარ თუ არ ვწევი ჩემს. ერთი წამი. მარა ერთი წამი. რევია ბოსანოვა. მოგეწონა სიმღერა. კი. გადმოდი. გიორგი ბოსანოვა. წაგვიმღერე რა. მოდი შეგარ, მოდი. არ მე სხვა. დონ, მე შენ სხვა ჟანრებს მღერი, ძმაო, რა გინდა? ყველაზე ცუდად ვგერი ძმაო. შენ, ეხლა მე და შენ შორის მართლა მაინტერესებს. შენ ხო კარგად ვღერი თუ მე? ბიჭო, მე კარგად ვღერი ვარ, მაგრამ შენ შესრულება გაქვს კარგი. არა, შესრულება მაგარია. ისიც მაგარი შეგესრულა $200 გამოგორთ, მაგრამ. წაიმღერე. შესრულება მაგარი მაგარი. წაიმღერე. ამკიცო. თორე მე ვიმღერე ბრეგოვიჩ და მე დავამკიცებ რომ აქ მეკუთვნის დგომა. არა, იქით. ამას მოკიდე. ხო არ დადო ეს გიტა. გიორგი, წაგვიმღერე რა მართლა. ხო პირველ ძროხე მოხდით ამ კითხვას. არა, წაგვიმღერე რა არა, კი წაგვიმღერე. არა, მორჩით. არის შემდეგი კითხვა. ვინ ცეკვავს ყველაზე კარგად? ახაც ეგვაში მე ჩემი ფალავანი მყავს არ. ზური, გავიგი. ზურა არის უპლასტიკურესი ადამიანი. შეგონ ვარსკვლავებში ვიყავი იმაში როგორ ავღანურში წადი. არა, მართლა შენ ცეკვავ კარგად. მართლა არ მახსოვს და. არა. რატო ცეკვავ ჩემზე კარგად? ბიჭო, არ ცეკვავ შენზე კარგად შეიძლება, მაგრამ პროსტა ამ შემთხვევაში ორი წელი გავგიოცება. მარტო ეს მოძრაობა ვიცი კარგად. პროსტა მართლა უნდა ეს მოსულა მოძრაობა ბოლოში ვიცი რატო კარგად. გავარ? ხო და ბიჭო, გითხარი ჩემზე კარგად ცეკვავთ, მაგრამ არგუმენტი უნდა მითხრათ, რომ ეს გავარ და მე ჩემი მიიღე. ბიჭო, არა, ნახე მე. მე აზრით დონი ჩემზე კარგად ცეკვავს, მაგრამ მე ვერ გავიგე შენ ჩვენზე და დონზე კარგად რატო ცეკვავ. ხო, ისე მართლა. შენ ჩემზე კარგად ცეკვავ. მადლობა. გასმა. არის გასმა. კი, მართლა. ეხლა მე მინდა რომ გასმა გააკეთო. გააკეთე. რაგაზიგო კვანცები და კვანცისუნის კვანცები ისნაბეგამ პროჩიო და არა, ბიჭო, სხვა მოძრაობა. არა, ეს აი ეს ამუჭერი ქორი კუკლი გაზრა ხალხო რა პირდაპირ. ფაქტია დაულაგდით უკვე. ერთი და ადავლაგდი. გააკეთე გასმა. მიდი. ბრეიკდანსი იცეკვე, მიდი. აქედან იქით ვაკეთებ. არა, ვერ შელი ზურაწერა. მე უფრო სხვა ცეკვაში ვარ. შენ ნუ მოიპარები გადადი. ედიტორები თუ კითხვა გამოუშვით შემდეგი. ვინაა ლივერპულის ყველაზე მაგარი ფანი? მარცხნის აკენ ბიჭებო. მე ამის ჩვენ თუ შეიძლება ყველა მეოთხეზე დავდგეთ. გამიდი წინ. ან მეხუთე არ არის პრობლემა. შეგახსენებთ რომ მეც ლივერპულის გულშემატკივარი ვარ. მე არ მაქვს ძალიან დიდი ხანი ველოდი მართლა. მე არ მაქვს პრობლემა. მე ვამზადებდი ამ ტექსტს. მე როგორც დიდი მადლობა დედაჩემს, დიდი მადლობა მამაჩემს, დიდი მადლობა იმ ადამიანებს, გამზარდა და ყველაფერი ეს გამიკეთა. ლივერპული მართლა ყველაზე მაგარი გუნდია ჩემთვის. ვიცი რატო შენთვის ზო? დანარჩენი მსოფლიო? ხო, არა, ჩვენთვის ჩვენთვის ეს ბეშიქტაშის ფანები და ისე. არა, მართლა ლივერპულის ფანი კარგი ვარ. კი. კი, რაც კარგები ვართ, ლივერპულის ფანები ვართ. დავაარჭილებ. მოვითხავ შემდეგ კითხვას.
ვინ არის ყველაზე მაგარი შოუმენი? მე გარევია გავინაწილეთ ამ ნაწილს. რე ხელებს დადექი, ხელებზე დადექი, დადექი ხელებზე დადექი. მინდოროს ხელებზე გავიაროთ. სადაო. მე და შენ კარგად ვარ და ესენი კარგად ვილას განას. სადაო. სადა იდავე. ვერ დავობ. ვის შედავები? პირადად მე რომ მქონდეს საშუალება, ვერ გამოყოფდით, იმიტომ რომ ორივე ძალიან კარგი შოუმენები. ყვაშალი და თქვენ დადიშვილი. საქმეში. აი, მოდი, და შემთხვევით მისაღები იქნება თუ აი შენიერ. მე 12-ზე ვარ. მოვითხოვოთ ერთობლივი ძალებით. შემდეგი კითხვა. ვინ არის ყველაზე მოუხერხებელი? ერთად თქვენ იცით, მაგრამ მე მინდა არგუმენტები რა თუ არ მოუხელთებელი. დაიწყე. თითი გაგეჭრათ. არგუმენტია. ანუ დეკორაციას რო ვაწყობდით, თორნიკე იყო ერთადერთი, რომელიც მოტანაზე იყო მარტო და აწყობაზე. აი, შენ თითი გაგეჭრა სხვათა შორის და მე რა პირველზე რატო არ უნდა რატო გორის? არა, ჯელობის ავწავია. ჩემი აზრით შენ და დონი სადღაც აქ უნდა იდგეთ. ჩემთვის რატო ვარ ყველაზე მოუხერხებელი? მეორე თითიც გაგეჭრა. მე მესამეზე გამიჭრა რაც ვერ დაინახე. შენთვის რატო ვარ? თითის მოყვა შტატი. და ეს მეცემოდა თავზე ახლა. კი, მაგრამ არ გაიგე, არ შედგა. არა. არა ასტროს. არა, გამოდი აქეთ. კაი ხო. შენ საკეთ დონი. შენი დექი ძმაო, მე ვიყავი დონის. მოვისმენ თქვენ მსჯელობთ. დონის არგუმენტს. იმიტომ რომ ნახე დონი ისეთ ადგილას მუშაობს ახლა ჩვენგან განსხვავებით. სადაც მას ეს საჭიროება რომ იყოს მოხერხებული ასეთ რაღაცეებში. შესაბამისად არავინ არ აიყვანდა სამსახურში რომ ეგ არ შეეძლოს რა. მე რაღაცა თანდაყოლილი უნარები მაგ გიორგის კაი ხმა აქვს. რევიამ თითი გაიჭრავს. მე მგონი მაქვს უფლება რომ მოვითხოვო შემდეგი კითხვა და უცაბი არ ვიცი რატო. ვინ მოკვდება პირველი? არ ვიცი. არ ვიცი, ბოდიში არგუმენტი. არ ვიცი პირველი ვინ მოკვდება, მაგრამ დრონს ისი აცვია, რომ არ ვიცი ვინ. მოდი აქ ერთად ვიყოთ, ერთად შევიდო და ავარია. აი ფოტო გამოვა ჩვენი წყაროსთვის ხო აბა? ეს არ იყო კარგი თლა. არგუმენტი ზურასგან რატო გამომხედა ცივსისხლიანი თვალებით. ბიჭო, დერას დავდივართ მაგის მერე იცახის რომ მისვალებულის ფორმაშია, მისვალებულის ფორმაშია და ეგრევე გამოგხედეს. არა, ჯვარი წერია ყველა. ჯვარი, თუ, ხე რა არის, ხე. ეხლა მოიცა, მე რატომ მოვკვდები პირველი? არა. წამი, ერთი წამი, დავლე რო. მე მაქვს ლეგიტიმური უფლება რომ მოვითხოვო შემდეგი შეკითხვა. რომელი ხარ ყველაზე კარგი პოეტი? ახლა ერთად მე რატო არ მინდა რომ ვიყო კარგი პოეტი, იცი, იმიტომ რომ მე რო ვთქვა რომ კარგი პოეტი ვარ თუ ზურაბატოვის პოეტი ხარ მიგიქოს. რაღაცა ჭამე ჭიჭიგოსია და არ მინდა აქეთ იდგები. პოეტი უნდა იყოს თავდაბალი ძმაო და მე მგონია რომ აქეთ. ჩემ ლექსებს წვავ ხოლმე. მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს სურა ჩემი აზრით, რომ შენ ცოტა აქ. შენ ცოტა აქეთ უნდა იყო. კი. კარგი. უპრობლემო. არა, მოდი იყავით აქეთ. კიდე მოითხოვს. კიდე მოითხოვს. მე არ წერ ლექსებს. ხო გინდა მე მაინტერესებს თქვენ რატო გადაწყვეტეთ რომ ჩემზე გადავიდეთ? უბრალოდ ხონდა ვიმსიოთ ანთენა და რაც ამან გადასმინე უგედეს პაულო. მესმის რო აკაკივითაც ვია გიმნაზისტი აკაკივით. არა, აკაკი როცა გასვენებაში იყო თავის. დაგიწერია ლექსის სკოლაში მარტო. კი, დავწერე ლექსის სკოლაში და შენია ჰაიბიკები ბიკები. არა. აბა რომელი დაწერე? ნახე, უცე. აბა მე? მაყურებელო, ჩემი რითმებით. იცინი თქვენი ლამაზი სახე. მადიდეკი. მაყურებელო, ჩემი რითმებით. იღიმის თქვენი ლამაზი სახე. გამოიწერეთ ცუდების არხი. პროსტა რა ლექსი დავწერეთ ნახე. აი, გადმოდი. მადლობთ. ხო ამდენი ხანი იწერ. ეხლა ინტონაციით დაგაგდებ, მიდი, ნახე. გაუშვი. მაყურებელო, ჩვენო კარგებო, გამოიწერეთ ეს ჩვენი არხი თორემ. შენი. მომზადი. კარგია. შენ შემოგთავაზე ერთი და მე შეგიძლია რომ ჩემი არ იყო. ჩემი იყო. დონ. მოკლედ ბიჭებო, რა მინდა გითხრათ? მოდი დაგვისვა შემდეგი კითხვა. ვინ დაიბადა ყველაზე კარგ ადგილას? მოდით ახლა მეგობრებო, ყველა გამეთანხმებით რომ პირველზე უნდა ვიყო მე. სად დაიბადა? ხაშურში. ხაშურში.
აი, შენ სად დაიბადე გია? მე სამშობიარო თვითონ ახლა. ჩაჩავაში. ჩაჩავა. თუ გინდა რომ პროსპექტზე მომოწე, მაშინ მეიტყვი რომ ჩაჩავაში. მე მგონია რომ ნახე დონი ჩემზე არის იმდენად პატარა. ასაკითხრო, სადაც არ უნდა დაბადებულიყო ეპოქალურად იმდენად კარგი ადგილი იყო იმ 10 წლის მერე პირველად ის ადგილი ვიდრე მე დავიბადე რომ უეჭველი ჩემზე აქეთ უნდა იყეს. ნახე? მე დავიბადე მგონია რომ ხაშური და ჩაჩავა ნახე 93 წლის რუსთავში დავიბადე ბიჭო. აქედან ლევან მამალაძე. ისტორიები. აი ხო შეუძლია ადამიანს რომ ილაპარაკოს და თავის თავს გაუკეთოს ცუდი, მაგრამ მეც ხო ცუდი გავიკეთე. მეც სამეთში ვარ და რა გიგა. მაგრამ მე 13-ის აქეთკენ. აქეთკენ. კარგი დრო რო იყო სიგუარო კაკაკერუკა პას. გადადი. ანუ ხაშურში დაიბადე? ხო. ასე გები. რამდენი სამშობიარო იყო ხაშურში? არ იყო სამშობიარო. მე რომ სამშობიაროშიც დავიბადე, დღეს იქ სახანძროა გახსნილი. მაგრამ მაინც ბავშვები იბადებიან. დრო უბრალოდ მედიცინა წავიდა წინ. მართლა. ხო, დაუცვალე დონი მას ადგილი. ჩემი აზრითაც სამი კაცი შევთვალე. ბიჭო, არ არის ჩაჩავას კლინიკა 90-იანებში უკეთესი ვიდრე ხაშური. რომელ წელს დაიბადე? 2000 წლის ზუსტ და თარიღს არ გონიათ რომ თბილისის 4 წელის განვითარება ჩამორჩება იმას, რა ქვია, ხაშურს? მოდი შენ მოდი დაიბადე. 2000-იო. მოდი. მე ვიყავ შენ. ეხლა მე მაგ კითხვა. მე მაინტერესებს რატო ჯობია მეორე საავადმყოფო, მეორე სამშობიაროს ჩაჩავა. მე ძმაო ვარ ვარანცოველი და დავიბადე ვარანცოვზე. შენ ხარ პროსპექტელი და რატო წაგიყვანეს ფილარმონიასთან რომ დაბადებულიყავ? ეგ ის კარგი არის. ადგილი იყო და იმიტომ. უკარქაშოხლები გაქვთ და მაშინ თუ კარგი ადგილი იყო უკარატო საუბარი. ვერ დავრჩი. არგუმენტირებულად რამეში თუ მომიგო მითხარით და დავდო. ბიჭო, ეს და იგივე უბანი არის, ფაქტია. კამოს ქუჩა და ფილარმონია. წლებია სხვაობა ზურა. არა ბიჭო, ნახე ჩაჩავა კარენოი ყველაზე ცნობილია ვარანცოველი აქ მაინც ის მართლა. არა, ჩაჩავაზე ხა ჩაჩავა გიორგი არაფეშუაშია ჩაჩავა. მართალია. პირველი მონა გიორგი არის პირველად, მიდი. რა არის შემდეგი კითხვა? ვინ არის ყველაზე დაავადებული? რითი ერთი წამი? მე მაგალითად ვამბობ რომ მე მჭირს ADHD. და თან დაყოლილია ჩემო მეგობარო და ძალიან დიდი ხანი. ახლა გაგეცინებათ ანუ მე მჭირს ხვალთაშუაზე ცხელ რაც ზუსტად ვიცი რომ მჭირს დანარჩენ ჩემი მოგონელია ახლა და დეპრესია მე მჭირს. ვიტყვი რომ რამე მჭირს. მაშინ ეგ შენ ვერ იტყვი. კიდე 20 წუთი ვილაპარაკოთ რა მჭირს. ბოლო პერიოდში არჩენ არ გამოირჩევი კარგად ჯანმრთელობით. არა, ეგ მე ეგ კარტოგრაფიული კრეტინიზმი შედის ამაში? არა, შენ კარგად არ კარტოგრაფიაში. არა, შენ შენ რა გაიყუსე და რა ხო არჩირს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი ვარ საქართველოს. იყავ ღმერთო არის ამის გამო შენ არა იყიდო შიცი და იდექს და გიხარ. ჯანმრთელი ვინ არისო? ნაკლებად ყველაზე დაავადებული. კარგად გახარ. დაავადებული. ეს მე მე ვიქნები ზო რა პრობლემაა ჩემი ADHD. ბიჭო, მე საერთოდ მაინტერესებს ჭანტურა რატოა ჩემზე ჯანმრთელი. იმიტომ რომ ეს ჩაჩავაში დაიბადა. ჩაჩავაში ჯანმრთელი ხალხი იბადება. ჩაჩავა. კაი, ანუ ესე იგი საქართველოში ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი რო კაცი ამბობს და იმაზე ჯანმრთელია ის, ხო? ის ჩაჩავაში დაიბადა. იმან ისეთი იკადრა წეგან ჩაჩავა. რაღაცა უნდა ვიდაო იო. მერთმა ჯანი მოხს. მოდი, ცოტა ხმამაღლა მითხარით, ყურში აღარ მესმის და შემდეგი კითხვა. ვინ არის ყველაზე სევდიანი? აი ახლა გამიშვით აქედან ძმაო, აქედან გამიშვით. მე დასევდა ბრატ, აბა მე დასევდა ბრატ, მე სევდა ყურები მაქვს ჩამოყრილი. არასდროს. ახლა აი მეგონი რევი მე და შენ შევცვალე. მოდი მობძანდით. აი ესე მიყვარს რომ იქიდან გამოვუყვები რა. ესე მიყვარს ხოლმე. კაი, მოდით დავიწყოთ. ზურა არ არის ოდენ თო. რა გასწოდი ამ ეს ხაშურელია ის პროსპექტი. ის ჩაჩავაში დაიბადა. არასედიანობასთან მაინც. აი რა გასწოდიანებთ ბიჭო, მითხარით რატო ხართ ჩელდეს ანუ მე საერთოდ არ მინდა რომ სოდიანი სტატუსი მქონდეს, მაგრამ ხალხმა რო გაიგოს რომ დაიყუდეთ მანდ, რატო დადეკით? ბიჭო თავიდან რო გადმოვედი უკვე მეტყობოდა სახეზე რომ ეს ჩემი კითხვა იყო ვიგრძენი. ეგ პირველივე კითხვაზე ეგეთ სახე გაგმოდი აქეთ მარტა შენ რო გადახტი და დაახტი ეგრევე იმას. დაიბოტები აქეთ იქით. თქვენ რატო ხართ ყველაზე სევდი ეს ჯანმრთელი ხალხი? ამდენ ამათყოფს რო უყურებს სევდიანები. არა მარტო მაინტერესებს ბიჭო, სანამ ყველაზე სევდიანი გამოჩნდა, გამოიკვეთა უკვე. აი დავაყენე, მოდი, გიო იყოს ყველაზე სევდი. ეს იყო ცუდი მეგობრების ცუდი რეიტინგი. გაიგეთ ალბათ ვინ იყო ყველაზე სევდიანი, ვინ დაიბადა ყველაზე კარგ ადგილას.
ვის შეუძლია ყველაზე კარგად სიმღერა? ეს იყო ცუდი გიორგიზე რაც ვთქვა. ჩვენ შემდგარი კარგი რეიტინგი იყო, აგვაქვს პრობლემა. მოკლედ ესე სევდიანად დავასრულებ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ სარის ხილაკის გააქტიურება. მიდი ხა შილაკის თვალები უდროს ჩეკის. მოიცა კატასტროფ თვალები უდიდება. მიდი, კარგი ხარ. გიორგის დაავიწყდა, უნდა ეთქვა თქვენთვის აუცილებლად. დაგვიწერეთ კითხვები, იქიდან ამოვარჩევთ საინტერესო კითხვებს და შემდეგ გადაცემაში წარვადგენთ. და ერთი თხოვნა მაქვს კიდე ვინმე მემონტაჟე გვირჩიეთ, თორე ეხლა სიმღერა მე უნდა ვიმღერო. გასმა. განდი. ერი ინგიდი ეს გრიგოლიას ის არის ხო?